ახალგაზრდები, რომლებმაც ქსელური მარკეტინგით თავიანთი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ ამ არხის შემქმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში ვისაუბრე წარმატებულ ადამიანებზე სხვადასხვა სფეროებიდან, რომლებიც ხარს უჭერენ ქსელურ მარკეტინგს. ეს კი მე ვისაუბრებ სამ წარმატებულ ადამიანზე, რომლებმაც ახალგაზრდობაში ქსელური მარკეტინგით რადიკალურად შეცვალეს ცხოვრება. პირველი ადამიანი, ვიზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის ალექს მორტონი, ბესტსელერების ავტორი, მეწარმე, მოტივაციური სპიკერი. ის მთელ მსოფლიოში ადამიანებს არა მარტო ესაუბრება სტაბილური შემოსავლების გენერირების მნიშვნელობაზე, არამედ საკუთარი ფულის გარშემოყოფებისთვის დასახმარებლად გამოყენების ძალაზე. ბოლო 10 წლების განმავლობაში ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ასწავლა 75 ქვეყანაზე მეტში. იგი დაიბადა 1999 წლის 21 ოქტომბერს ჰიუსტონში, ტეხასის შტატში და გაიზარდა საშუალო ფენის ოჯახში. 2002 წელს დაამთავრა ბექსლის საშუალო სკოლა, შემდგომში კი იღებდა განათლებას არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კომუნიკაციების მიმართულებით სწავლობდა. სწავლის პერიოდში ასევე ნახევარგანაკვეთზე მუშაობდა უძრავი ქონების აგენტად. ის თავიდანვე ხვდებოდა, რომ 9-დან 5-მდე კორპორატიული სამსახური არ იყო მისი გზა. ყველაფერი მას შეიცვალა, როდესაც 21 წლის ასაკში მეგობრის მოწვევით გაეცნო Wema Nutrition's, რომელიც არის ქსელური მარკეტინგის კომპანია და დაიწყო ეს ბიზნესი. თავიდან ყველაფერი რთული იყო. მეგობრები სკეპტიკურად უყურებდნენ, ბევრი იცინოდა მის არჩევანზე და არავინ აღიქვავდა სერიოზულად, მაგრამ მაინც არ დანებდა. პირიქით, უარყოფები და დაცინვა გადააქცია საკუთარ საწვავად, რომ დაემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები. და 3 წლის თავზე 2014 წელს 24 წლის ასაკში ის გახდა მილიონერი და Wema-ს ყველაზე ახალგაზრდა როიალ ამბასადორი. იმ დროისთვის ის დაეხმარა მის გუნდში 21 ადამიანს, რომ გასულიყვნენ 6 ნიშნულ შემოსავლებზე და მისი გუნდი კი ვრცელდებოდა 30 ქვეყანაში. ის ასევე დაეხმარა გუნდის რამდენიმე ასეულ წევრს, რომ მომხდარიყო კომპანიის მიერ დაფინანსებულ BMW-ს ნომინაციაში. მალე მისი სახელი მთელ ინდუსტრიაში გახდა ცნობილი, როგორც ახალგაზრდა ბიჭმა სტუდენტური ოთახიდან ბილიონამდე მიაღწია. სწორედ ამიტომაც დაწერა შემდგომში წიგნი The Room to Millionaire. მისმა ისტორიამ ბევრ ახალგაზრდას მისცა იმედი, რომ სოციალური სტატუსისა და ოჯახის ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შეიძლება უზარმაზარი წარმატების მიღწევა. მის შესახებ რიჩარდ ბლისბრუკის წიგნში 4-წლიანი კარიერა იყო საუბარი და ის აგრეთვე გამოჩნდა Rolling Stone მაგაზინის სტატიაში 2014 წელს. უკვე 26 წლის ასაკში მას 2.500.000-ზე მეტი შემოსავალი ჰქონდა შექმნილი ამ ბიზნესით. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მომხსენებელი ერიკორის GoPro event-ზე ლას-ვეგასში, სადაც 10,000 კაციანი აუდიტორიის წინაშე წარსდგა და აგრეთვე მთელი მსოფლიოდანაც უსმენდნენ ადამიანები. ასეთი წარმატებების შემდეგ სამყარო გცდის და გამოწვევებს გიგზავნის. მის ცხოვრებაში კრიტიკული მომენტი დადგა მაშინ, როდესაც Wema-ს წინაშე FTC-მ, ამერიკულმა მარეგულირებელმა ორგანომ, დაიწყო გამოძიება, მიზეზით, რომ კომპანია იყო მარტო რეკრუტინგზე ფოკუსირებული. საბოლოოდ თქვეს, რომ ეს კომპანია არ იყო პირამიდა, მაგრამ ბიზნესი უკვე მაინც ჩამოიშალა. ალექს იყო კომპანიის სახე, ამიტომაც საზოგადოებრივი ზეწოლა და კრიტიკა მასზე წამოვიდა. იმ პერიოდში დაკარგა მილიონზე მეტი შემოსავალი და იყო დეპრესიაში და ძლიერი ფოთვის ზღვარზე. მენტორსაც კი, ბობ პროქტორსაც კი ჩამოშორდა გარკვეული მიზეზების გამო, რომ რაღაც არასწორი ინფორმაციები ჰქონდა. ცხოვრობდა პატარა ბინაში, ფული სწრაფად იკლებდა და ჯანმრთელობაც გაუუარესდა. 227 ფუნტამდე გასუქდა. თავად ამბობს, ვიჯექი მუხლებზე ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი, რომ მეორე შანსი მომეცი და ამჯერად ყველაფერს სწორად გავაკეთებ. მალე მიიღო ახალი შანსი AI Master აკადემიაში, სადაც ყველაფერი თავიდან დაიწყო. ეგო გვერდზე გადადო, შემოსავლების გამოქვეყნება შეწყვიტა და მთლიანად გადაერთო საქმეზე. დაიწყო აგრესიული მუშაობა. თვითმფრინავში იჯდა ყოველ დღე, ქალაქიდან ქალაქში მიდიოდა და პრეზენტაციებს ატარებდა. რამდენიმე წელიწადში მისი ორგანიზაცია მრავალ მილიონ დოლარიან ბრუნვამდე ავიდა. 30 წლის ასაკში 30 მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდა უკვე შექმნილი ამ ბიზნესით და უკვე 33 წლის ასაკში მას 70 მილიონზე მეტი ჰქონდა უკვე ამ ბიზნესით გამომუშავებული. ძესის კარიერას გააგრძობს ჯიფუში და ავითარებს ბიზნესს თავის გუნდთან ერთად. მის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა ბობ პროქტორმა, რომელმაც ასწავლა თვითგანვითარების ძალა. აგრეთვე დიდი გავლენა მოახდინეს ადამიანებმა ერიკ უორიმ, ჰოლტონ ბაქსმა, ნიკ სარნიკოლამ და ტიმ ჰერიმ. პროცესში მუდმივად სწავლობდა, კითხულობდა, აკვირდებოდა ლიდერებს და პიროვნული განვითარება აქცია საკუთარ იარაღად. მისი თქმით, წარმატება უდრის გარემოს მიმატებული მენტალიტეტი და პლუს მოქმედება. მისი ყველაზე დიდი საწვავი იყო
შენ ვერ შეძლებ და ამას იყენებ და საწინააღმდეგო მოტივაციად. დღეს უკვე სხვების დახმარება უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე მხოლოდ საკუთარი შედეგების დამტკიცება. მისი მიზანია, რომ მილიონობით ადამიანს გადასცეს ის პრაქტიკა, რამაც ის წარმატებამდე მიიყვანა. დღეს ის 35 წლისაა, ყავს ცოლი და შვილები. დაწერილი აქვს მას კიდევ ერთი წიგნი, The Secret to Knowing It's Already Done, რომელიც არის ბესტსელერი. ის ამ ბიზნესზე ამბობს. ხვალ მილიარდიც რომ მომცენ, მე ამ საქმის კეთებას მაინც არ შევწყვეტ, რადგან ეს არის ჩემი მოწოდება. ალექს მორტონის ისტორია არის სტუდენტური ოთახიდან მილიონამდე, დაცემიდან აღდგომამდე, საკუთარი ტრანსფორმაციის და ლიდერობის გზა, რომელიც დღეს მილიონობით ადამიანს აძლევს მაგალითს. შემდეგი ადამიანი ეს არის ფრეიზერ ბრუქსი, ბრიტანელი ქსელური მარკეტინგის ექსპერტი, ავტორი და აგრეთვე ტრენერი. ის ცნობილია ტრენინგების სერიით The Ninja Networker, აგრეთვე ის არის მეორე თაობის მექსელე. და რას ნიშნავს ეს? 1997 წლის 26 ოქტომბერს დედამისმა ის მუცლით წაიყვანა თავის პირველ ქსელური მარკეტინგის ღონისძიებაზე, სადაც საიმონმა და ჯენი ბრუქსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეწყოთ ეს ბიზნესი და შემდგომში ის განავითარეს წარმატებით და შექმნეს 8 ნიშნა შემოსავალი. ის გაიზარდა მექსელების ოჯახში. მას უნახია თავისი მშობლების შემოსავალი თვეში $1000-დან 3 წლის შემდეგ როგორ გაიზარდა $80,000-მდე, რასაც 10 წლის განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებდნენ. მათ დააგროვეს ამ ბიზნესით ძველი სკოლით $14 მილიონი. 5 წლის ასაკიდან დაიწყო პიროვნული განვითარების საკითხებზე მუშაობა. ის მამამისის მანქანაში უსმენდა ჯიმ რონის, ერნ ნაითინგელის და ლარი ტომპსონის კასეტებს, როცა მამა მასთან ერთად მთელ ქვეყანაში მოგზაურობდა საკუთარი ბიზნესის აშენების მიზნით. არამხოლოდ ეს, არამედ მთელი ცხოვრება ესწრებოდა სახლში შეხვედრებს, ინდივიდუალურ შეხვედრებს, შაბათ-კვირის ლიდერობის ბიზნეს რეტრიტებს, აგრეთვე სემინარებს და სხვადასხვა საჯარო გამოსვლებს. 18 წლის როდესაც გახდა, მამამისი მიუახლოვდა და უთხრა: ფრეიზერ, ახლა დროა, უკვე შეუერთდე შენ პირველ ქსელური მარკეტინგის ბიზნესს. მაგრამ ფრეიზერმა თვალების შეხედა და უარი უთხრა. საქმე იმაში იყო, რომ ძალიან ინტროვერტი და მორცხვი იყო. ბავშვობაში არ ჰქონდა ლამაზი ღიმილი და ამის გამო პირს ძლივს აღებდა ხოლმე და ეს უფრო და უფრო უარესდებოდა. მამასთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს ის ხედავდა მამამისი როგორ იღებდა ხელში მარკერს და დაფაზე ხატავდა საკომპენსაციო გეგმას, აგრეთვე აჩვენებდა პროდუქტებს და სამოტივაციო საუბრებს ატარებდა. დაიფიქრა, თუ წარმატების მისაღწევად ეს არის საჭირო, მაშინ ქსელური მარკეტინგი მისთვის არ იყო და 4 წელი უარს ამბობდა. 2010 წლის 8 აპრილს ყველაფერი შეიცვალა და მიხვდა, რომ ქსელური მარკეტინგის გაკეთება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებითაც. საბოლოოდ მისთვის გამოჩნდა გზა, რომ პოტენციურად შეექმნა ქსელური მარკეტინგის ბიზნესი სცენაზე დგომისა, პრეზენტაციების ჩატარებისა და რგოლების დახატვის გარეშე. მამას უთხრა, რომ ასე შეუერთდებოდა, მაგრამ მამამისმა უთხრა, რომ ეს არ გამოვიდოდა, რადგან იმ პერიოდში არავის არ ჰქონდა ინტერნეტის საშუალებით ქსელური მარკეტინგის ბიზნესი აწყობილი. უთხრა, რომ ეს ერთადერთი გზა იყო, რითაც შეუერთდებოდა და ის ვერ გადაათქმევინებდა და ვერ შეაჩერებდა მას. დაიწყო. როდესაც უნდა გაიგო როგორ შექმნა ბიზნესი Facebook-ის დახმარებით, ისე რომ ერთი თეთრიც არ დაიხარჯა რეკლამაში, მან დაიწყო ასე, საკუთარი თავის დამკვიდრებით, როგორც საუკეთესო ადამიანი, ვისაც მიმართავდნენ. თბილის სამეცნიერო წრის გავლისა და უარის მიყოლებით მიღების შემდეგ, მან Facebook-ით შეძლო 5 წლის განმავლობაში ჩაერთო ბიზნესში 500-ზე მეტი ადამიანი, 22,000-ზე მეტი პრომოუტერისგან და 300,000-ზე მეტი მომხმარებლისგან შემდგარი გუნდი შეექმნა, რამაც წლიდან წლამდე სერიოზული შემოსავალი მოუტანა. ამ ინდუსტრიაში ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქსელური მარკეტინგის კომპანიებთან კონსულტაციები დაიწყო, რათა დახმარებოდა სოციალური მედიის სტრატეგიებისა, საკომპენსაციო გეგმების და შესაბამისი რჩევების შემუშავებაშიც კი. 2017 წელს მან შექმნა The Ninja Networkers ქსელური მარკეტინგის საზოგადოება, ვისაც სურდა, რომ შეექმნა სოციალური ქსელით თავისი ქსელური მარკეტინგის ბიზნესი. 2017 წლიდან ის გახდა საერთაშორისო ტრენერი და 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩაატარა ღონისძიებები. მან შექმნა Success Summit-ი, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ქსელური მარკეტინგის ღონისძიებაა. ფრეიზერი არის ბესტსელერების წიგნის I Dare You, I Double Dare You და From Loser to Legend-ის ავტორი. დღესდღეობით ის ასწავლის ადამიანებს, როგორ გამოიყენოს სოციალური მედია საკუთარი ქსელური მარკეტინგის ბიზნესის გასაშლელად. ახლა დროს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში ატარებს და გამოდის სხვადასხვა გუნდურ ღონისძიებებზე და კონვენციებზე. ის არის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა.
მას შეიძლება არ ჰქონდა მძიმე ისტორია, მაგრამ მასაც ჰქონდა თავისი გამოწვევები. როგორც ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში. მიუხედავად ყველაფრისა, მან აირჩია ბავშვობიდან გზა, გადალახა თავისი მორცხობა და გამოწვევები და დიდი წვლილი შეიტანა ქსელურ მარკეტინგში ახალი ერის შექმნაში. და ბოლო ადამიანი, ვიზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის ივან ტაპია, საერთაშორისო დონის მეწარმე, ავტორი და მექსელე. მან ისტორია დაიწყო ნულიდან და მალევე გახდა გლობალური მასშტაბით ინსპირაცია. განსაკუთრებით ცნობილია თავისი ლიდერული ტრენინგებით, პიროვნული განვითარების მასტერკლასებით და წიგნებით, სადაც ადამიანებს ასწავლის არა მხოლოდ ფინანსური თავისუფლების შექმნას, არამედ საკუთარი ცხოვრებისეული თავისუფლების შექმნასაც. იგი დაიბადა 1963 წლის 20 ოქტომბერს მექსიკაში, ქალაქ ტიხუანაში, სადაც 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დედამისი ექთანი იყო, რომელმაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო 20 წლის შემდეგ ექთნობიდან პენსიაზე გავიდა. გარდა იმისა, ის ასევე Herbalife-ის დისტრიბუტორად მუშაობდა. მამამისს რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ სახელმწიფო საავადმყოფოში მუშაობდა ფარმაცევტად. ივანი ქსელურ მარკეტინგს საკმაოდ ადრეულ ასაკში გაეცნო, როდესაც დედამის Herbalife-ის შეხვედრებზე დაჰყავდა. ამან მის თავში დათესა ქსელური მარკეტინგის თესლი და პირველი გამოცდილება მიიღო ქსელურ მარკეტინგში 20 წლის ასაკში, სადაც იმუშავა 6 თვის განმავლობაში, მაგრამ შედეგად $60 მიიღო და ბოლოს თქვა, რომ ამ სულარულ პირამიდას აღარასდროს გაიკარებოდა. ივანის დედა სურდა, რომ ის გამხდარიყო ექიმი, მაგრამ მას სისხლის დანახვაც კი სძულდა. მის ნამდვილი გატაცება იყო ბეისბოლი და ის პიჩერად თამაშობდა და სურდა ოცნებობდა, რომ გამხდარიყო პროფესიონალი ამით, მაგრამ ხრის ტრავმამ ამაში ხელი შეუშალა. მოგვიანებით ივანი კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, რომ დაიწყო ახალი ცხოვრება და ის სწავლობდა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერიაზე. თავის წარმოუდგენელი შრომის მეყვარეობით, მრავალი სამსახურისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, მან დაიწყო პატარა ფირმაში მუშაობა, სადაც $50,000 ჰქონდა წლიური შემოსავალი. როგორც კი საქმეები მოგვარდა, ივანი შეხვდა მონიკას და ისინი დაქორწინდნენ და მათ ერთადაც კი იყიდეს სახლი, მაგრამ 2 თვის გადახდის შემდეგ 2008 წლის რეცესიის გამო ივანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ივანმა დაკარგა სახლი, მანქანა და დიდ ვალებში ჩავარდა. ის გადავიდა ისევ ტიხუანში საცხოვრებლად ახალი ცხოვრების დასაწყებად. მან მალევე აიგო, რომ ის მამა გახდებოდა და მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ფულის შოვნის რაიმე დამოუკიდებელი გზა ეპოვნა. ივან ტაპია ჯერ კიდევ ვერ იტანდა სამსახურის დაკარგვას და ამ დიდ ვალებს, როდესაც თავისმა კოლეგამ კალიფორნიაში ქსელური მარკეტინგის ბიზნეს პრეზენტაციაზე მიიწვია. მას ძალიან სურდა ცხოვრების გაუმჯობესება და ამიტომაც ის დათანხმდა, რომ შტატში გამგზავრებულიყო და დასწრებულიყო ქსელური მარკეტინგის ღონისძიებას. ღონისძიების სპიკერი იყო კალვინ ბესარა, რომელმაც ივანი შთააგონა თავისი წარმატებით და მან გადაწყვიტა, რომ გამოიყენებინა ეს შესაძლებლობა და ყველაზე დიდი პაკით $1,000-ით დარეგისტრირებულიყო, რაც მის საკრედიტო ბარათზე იყო ბოლო ფული. მას მხოლოდ იმედის ეს ნაპერწკალი ჰქონდა და სასოწარკვეთილად ელოდა, რომ ეს იდეა გამოსულიყო. პირველმა რამდენიმე თვემ არც ისე კარგად ჩაიარა, რადგან საინჟინრო გამოცდილებამ არ მოამზადა ივანი ასეთი მძიმე ჩადებული შრომისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ძალა მოიკრიბა და შეუდგა დიდი იმედით საქმის კეთებას. ივანი კალიფორნიის ქუჩებში პროდუქციის ნიმუშებით სავსე ზურგჩანთით დადიოდა და ის ესაუბრებოდა უცხო ადამიანებს და სთავაზობდა უფასო ნიმუშებს. მან იცოდა, რომ მცირედით უნდა დაეწყო. და ამიტომ ის 5 ადამიანს მინიმუმ ცდილობდა, რომ დალაპარაკებოდა ყოველდღიურად. ქსელურ მარკეტინგში მისი მოგზაურობა საინტერესოდ დაიწყო, როდესაც მან პირველი 90 დღის განმავლობაში 40 ადამიანი აიყვანა გუნდში, მაგრამ მალევე გააცნობიერა, რომ ისინი მას ბიზნესში არ იმეორებდნენ. ეს პრობლემა სინამდვილეში მაშინ გამოიკვეთა, როცა 2011 წელს ქსელური მარკეტინგის ღონისძიებას დაესწრო და ნახა ახალწვეულები, რომლებიც თვეში $15,000-დან $20,000-მდე გამოიმუშავებენ. როდესაც მას ჰქონდა $1,000-ზე ნაკლები შემოსავალი. იმ მომენტიდან მისი მიდგომა შეიცვალა და ამ დროს გაანალიზა მან, რომ ქსელური მარკეტინგი მარტო არ გულისხმობს ადამიანების გუნდში აყვანას, არამედ გუნდში შენი ძალისხმევის დუბლირება უნდა ასწავლო. მან დაიწყო თითოეულ ახალ წევრთან სწავლება პირველი $100 გამომუშავების. ამ მცირე ცვლილებამ ივანის გუნდში გაზარდა პარტნიორების შენარჩუნება და საკმაოდ კარგი საფუძველი შექმნა გუნდის სწრაფი ზრდისთვის. ამ აღმოჩენის შემდეგ ივანმა მწვრთნელობის უნარი აითვისა და ყურადღება მხოლოდ აყვანის ნაცვლად გაამახვილა დუბლირებაზე. მისი ბიზნესი სტაბილურად გაიზარდა. რამდენიმე თვის შემდეგ ყოველთვიურად $1,000-დან $3,500-მდე, შემდეგ $6,000-მდე და ბოლოს $20,000-მდე გაიზარდა. 2013 წლის შუა პერიოდისთვის ის უკვე ყოველთვიურად $100,000 გამოიმუშავებდა.
მუშაობდა და ძნელი წარმოსადგენია, რომ ის 4 წლის წინ იყო დიდ ვალებში ჩაფლული და მშობლებთან ცხოვრობდა. მის წარმატების მთავარი მიზეზი იყო მისი ლიდერობის სტილი. მან ასწავლა თავის გუნდის წევრებს, როგორ აიყვანათ ახალი ადამიანები, დაესახათ პირადი მიზნები და შემდეგ ესწავლებინათ პირველი $100 გამომუშავება. ტაპიას თქმით, თუ გსურთ, რომ მილიონერი გახდეთ, დაეხმარეთ 1000 ადამიანს პირველი $100 შექმნაში. ამ ფილოსოფიამ მას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკაში, ევროპაში დიდი გუნდების შექმნაში დაეხმარა. კარიერას 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მან 20-ზე მეტ ქვეყანაში 60,000 კაციანი გუნდის ხელმძღვანელობით შექმნა წლიური $50 მილიონ საქონელ ბრუნვა. 2016 წელს ივანმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება და შეუერთდა სხვა ქსელური მარკეტინგის კომპანიას iMarkets Lives, სადაც ძალიან სწრაფად მიიღო მაღალი რანგები. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიის რებრენდინგში უკვე AI Master Academy-ად, რადგან ის იყო ელიტური რანგის მქონე გავლენიანი პირი. ბრენდინგმა ივანის ექსპერტული ტრენინგის ტექნიკასთან ერთად კომპანია 3-ჯერ გაზარდა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან პირად აქცია. დაგროვებული გამოცდილების შემდეგ მან თავის მეგობართან MLM მეწარმესთან დევიდ იმონიტიესთან ერთად დაარსა ახალი ქსელური მარკეტინგის კომპანია 2022 წელს Envision U, ფინანსური განათლებისა და კეთილდღეობის პლატფორმა. კომპანიის ძლიერი გზავნილები, პიროვნული და ფინანსური მიმართულებით აუდიტორიის მიერ იყო დადებითად მიღებული და კომპანიის გაყიდვებმა პირველ წელს მიაღწია $10 მილიონ. ამ ამბიციური პროექტის შემდეგ ივანმა დაარსა 1 Billion, რომელიც არის პიროვნული განვითარებისა და MLM ლიდერობის პლატფორმა, რომელიც აგებულია ივან ტაპიას MLM სასწავლო სისტემის გარშემო. 2025 წლის მონაცემებით ივან ტაპიას ქსელური მარკეტინგი და ქონება შეფასებულია $75 მილიონ. დღეს ივან ტაპია მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში და ატარებს სემინარებს და კონფერენციებს. თავისი მაგალითით აჩვენებს, რომ მიუხედავად საწყისი პირობებისა, სწორი ხედვით, შრომით და მენტალიტეტით შეგიძლია საკუთარი იმპერიის შექმნა. ივან ტაპია არის მაგალითი იმისა, რომ როგორ შეიძლება ქსელური მარკეტინგით და სწორი ხედვით შეიქმნა ფინანსური დამოუკიდებლობა და იცხოვრო იმ ცხოვრების წესით, რომელსაც შენ ირჩევ. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს ასაკს ან საიდან მოდიხარ. მთავარია შენ რას გადაწყვეტ და რა ნაბიჯებს გადადგავ ცხოვრებაში, რომელიც ფულზე და რაიმე უნარზე არ გადის. გადაწყვეტილების მიღება და ნაბიჯების გადადგმა ყველას შეუძლია. ეს იყო რაც ამ ვიდეოთი მინდოდა მეთქვა. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ თუ რატომ იყენებს ქსელური მარკეტინგი რეკომენდაციას და არა ტრადიციულ რეკლამას. მადლობა ყურადღებისთვის და ელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოებს მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.